Დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი, რომელიც პრეზიდენტის დონეზე პირველი ვიზიტია საქართველო-ხორვატიის ურთიერთობაში, დამატებით იმპულსს შეძენს ჩვენი კავშირების გაღრმავებას საერთო ინტერესის ყველა სფეროში. საუბრის დროს აღვნიშნეთ, რომ თანამედროვე მრავალპოლოსიან საერთაშორისო წესრიგში სუვერენიტეტის ფუნდამენტს წარმოადგენს ეროვნული ინტერესების დაცვა, ეკონომიკური დამოუკიდებლობა და ინფორმაციული სუვერენიტეტი. ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა ეფუძნება ჩვენს ხალხებს შორის ტრადიციულად არსებულ მეგობრულ კავშირებს, კულტურულ სიახლოვესა და საერთო ღირებულებებს, რაც ურთიერთობა და შემდგომი განვითარებისთვის მტკიცე საფუძველს წარმოადგენს. საქართველოს ბოლო წლების მანძილზე სამაგალითო მდგრადობა და პრინციპულობა აჩვენა, დაიცვა საკუთარი სუვერენიტეტი, ეროვნული ინტერესები და მშვიდობა, რისი დამსახურებაცაა ბოლო წლებში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. მადლობას უხდი ბატონ პრეზიდენტს და ხორვატიას, რომ ჩვენს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს და მხარს უჭერს. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ პრეზიდენტს ემოციური და თბილი სიტყვებისთვის. სწორედ ევროკავშირის ქვეყანა, ღირსეული ქვეყანა, ხორვატია და მისი პრეზიდენტი სიმართლეს საუბრობს და სწორედ ესეთი გულწრფელი საუბარს ვითხოვთ ჩვენ ევროპული ბიუროკრატიისგან და იმ ქვეყნების წარმომადგენლებისგან, რომლებსაც ორმაგი სტანდარტი აქვთ და სხვა დამოკიდებულებით არიან ჩვენს ქვეყანასთან. აი ეს არის ნამდვილი ღირსეული ლიდერის დამოკიდებულება. და აქ არ არის ზედმეტი არაფერი, ეს არის პირდაპირი მნიშვნელობით სიმართლის აღიარება და დამოკიდებულება, როგორი უნდა იყოს ორი თანასწორი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტებს შორის ურთიერთობა.